ელექტრომობილების ამერიკულმა გიგანტმა ილონ მასკის ტესლამ წარადგინა ბიუჯეტური ელექტრომობილები, საუბარია მოდელ Y-სა და მოდელ 3-ზე, რომლებიც ორიგინალური ვერსიისგან განსხვავებით გაცილებით უფრო იაფი ეყირება, კონკრეტულად რომ უთხრათ მაყურებელს, მოდელ Y-ის შემთხვევაში ღირებულება იქნება $39,900, რაც $11,000 ნაკლებია. რაც შეეხება მოდელ 3-ზე, ის ეყირება $36,990, თითქმის $37,000 და ის იქნება დაახლოებით 6-7,000-ით უფრო იაფი, ვიდრე ის ორიგინალი მოდელი, რომელიც ძალიან უყვართ ადამიანებს, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ იმ ცვლილებებმა, რომლებიც შეიტანეს ბიუჯეტურ მოდელში, ფაქტობრივად დაუკარგა ტესლას ის მშვენიერება, ის მოთხოვნადობა და ის ხიბლი, რაც აქვს ამ მანქანებს, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ალბათ ყველაზე ნაკლებად რასაც ელოდნენ ადამიანები ავტოპილოტის გაქრობას. ანუ ის უპირატესობა, რითიც გამორჩეულია ბევრი სხვა კომპანიისაგან Tesla და ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ეს შემოიტანა ბაზარზე, ეს სერვისი უბრალოდ არ ექნებათ მომხმარებლებს. ნუ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სარკეების მინების ჩამოწევა შეუძლებელი იქნება ელექტრონულად და მოუწევთ ადამიანებს ძველებურად ხელის გამოყენებით მინის ჩაწევა. კი, რაც არ ვიცი. ეს შეიძლება საბოლოო დიზაინში შეცვალონ. ეს ამჟამად იმიტომ რომ ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა ამას. კი, ანუ პლანეტაზე აღარ არსებობს საავტომობილო გამოცემა, რომელმაც არ დასცინა Tesla-ს ამის გამო და მეგონი ნივაც აღარ უშევს ესეთ ავტომობილს. ბოლოს შეიძლება ილონ მასკმა თქვას, რომ ეს ბიჭებო ზედმეტია. ეს აღარ ასეთ დაკლებაც არ მიღეს. მოკლედ, ბიუჯეტური არის და ბიუჯეტურობა აისახება არა მარტო ავტოპილოტის გაქრობაში, მნიშვნელოვანი შესუსტება იმ კუთხით, რომ მხოლოდ 516 კილომეტრის გავლა შეეძლებათ ამ მოდელებს ერთი დამოხტვით, ასევე მოაკლდა მაქსიმალური ცხადია. და სიმძლავრეც მოკლებულია როგორც კი, მხოლოდ უკანა ძრავი ექნება. კი, უკანა წამყვანი არქიტექტურა. უკანა წამყვანი, კი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პანორამული ჭერი, რომელიც ერთ-ერთი ხიბლია ამ ავტომობილების გაქრება და გვექნება ფაქტობრივად აი სტანდარტული ძალიან ჩვეულებრივი ჭერი. მოკლედ, ეს გადაწყვეტილებები უნდა აღნიშნოთ რასთან არის დაკავშირებული. როგორც აღნიშნე, ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა და ეს ერთი გამოწვევა, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა ილონ მასკს მისმა ყოფილმა მოკავშირემ, რომლის გაპრეზიდენტებაში დიდი წვლილი შეიტანა, დონალდ ტრამპმა მოუტანა ეს ყველაზე დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ მან ელექტრომობილებისთვის $7,500 შეღავათი და სუბსიდიების პაკეტი, რომელიც არსებობდა ყველა ელექტრომობილისთვის, უბრალოდ გააუქმა. შესაბამისად, ახლა კომპანია არის იმ ვითარებაში, რომ თან უნდა დაეწიოს მოთხოვნას და კონკურენციას, თან უნდა მოახერხოს, რომ გაყიდვადი პროდუქტი შექმნას და მე მგონი დიდად არ გამოვა იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ქნიან, რომ წარმატებას მიაღწიონ.